მოდი ჩვენ ახლა ერთად ავაფრინოთ დრონი და ვნახოთ როგორი ფრენის მანევრირება შეუძლია, მაგრამ სინამდვილეში ხო დრონები არ არსებობენ. ეს ყველაფერი არის თამაშის, ჩვენი სიმულაციური თამაშის სკინი. ეხლა ვისაუბრებთ იმაზე, რომ სინამდვილეში დრონები არ არსებობენ. ის რომ მე ეს ხელში მიჭირავს ეს დრონი და თქვა დაფრინავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დრონი არსებობს. ეს ყველაფერი არის სიმულაცია, ნახატი, სამგანზომილებიანი ინტერაქტიული ჰოლოგრამა და ფიზიკურ კანონებს და აეროდინამიკას ყველაზე დიდ ტყუილში შევყავართ, რაც არის სიცრუე მთლიანად. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, არის დრონები. ჩვენ ყველა დრონს გვაწვდის ის ცივილიზაცია, რომელმაც აქ ჩაგვიტვირთა. ჩვენ არც მისი ელემენტებისა და არც თავად დრონების დამზადება არ შეგვიძლია. აი მართვის პულტი კი ნამდვილად არ არის ადამიანის ნახელავი. თუ კი დრონს დავაკვირდებით, აქ არის 4 პროპელერი, რომლებმაც უნდა იტრიალონ და დრონი მაღლა აწიონ ჰაერში, ანუ დრონს წესით მხოლოდ ზევით და ქვევით უნდა შეეძლოს ფრენა. სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს იმისათვის, რომ დრონმა სხვა მიმართულებითაც შეძლოს გაფრენა, მაგრამ თანამედროვე დრონები ჰაერში უკვე უმაღლესი კლასის აკრობატიკას ასრულებენ. ეს სრულიად გაუგებარია, რომ 4 პროპელერმა, რომლებიც მკაცრად ჰორიზონტალურად ბრუნავენ, მისცენ დრონს საშუალება იფრინოს პირდაპირ, გვერდულად, დიაგონალურად, ამოტრიალებულად და გადაბრუნებაც რომ შეძლოს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქ ფიზიკური კანონები არ მუშაობს. დრონის ფრენის პრინციპი დაფუძნებულია თითქოს და აეროდინამიკის კანონზე, მაგრამ აეროდინამიკის კანონში მითითებულია, რომ მათ დრონი ჰაერიდან უნდა აწიონ. იმისათვის, რომ დრონი ზევით კი არა პირდაპირ გაფრინდეს, გვერდულად მას უნდა ჰქონდეს დამაგრებული კიდევ ერთი პროპელერი და ყველა მხარეს ერთი ასეთი პროპელერის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მერე უკვე სრულიად უკვე ყველა მიმართულებით იფრინოს. სხვა შემთხვევაში ვერა. ბევრი დარწმუნებულია, რომ დრონი სხვადასხვა მხარეებისკენ იმიტომ დაფრინავს, რომ პროპელერები განსხვავებული სიჩქარეებით ბრუნავენ. მაგრამ თუ კი თქვენ ერთ პროპელერს მაინც დაატრიალებთ დიდი სიჩქარით, ხოლო დანარჩენ 3-ს მცირე სიჩქარით, მაშინ დრონი უბრალოდ ბალანსს დაკარგავს. მისი გვერდები, სადაც პროპელერები ნელა ბრუნავენ, ან საერთოდ არ ბრუნავენ. ეს გვერდები დაბლა დაიწევენ და ამის გამო დრონი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ ეს 4-ვე პროპელერი ვენტილატორის პრინციპით მუშაობენ, ისინი ჰაერს საკუთარი თავის ქვეშ უბერავენ და ამის შემდეგ იწევა დრონი ჰაერში. პროპელერს ჰაერში თანთქვა არ შეუძლია და მერე რომ დრონი პირდაპირ მიმართულებით გაქაჩოს, იმიტომ რომ პროპელერები ნიჩაბი არ არის. ეს არის ვენტილატორის ფორმა. ჰაერი ქვევით იფრქვევა, ამიტომაც თუ კი დრონი მიფრინავს პირდაპირ მარცხნივ, მარჯვნივ და უკან, ზედა და ქვედა მიმართულების მაგიერ, ეს ნიშნავს იმას, რომ მის ფრენას ჰაერში ხატავს ვირტუალური რეალობის გარკვეული არსება ან ალგორითმი. ამის გარდა დრონს ფრენის აჩქარებაც შეუძლია. ამისათვის არანაირი ტექნიკური საშუალება არ არსებობს დრონში. დრონს რა ფორმით შეუძლია, რომ ააჩქაროს ან შეანელოს თავისი მოძრაობა, ასევე გაუგებარია. ამ აზრში მატრიცა არ შეწუხებულა და მან უბრალოდ ჩვეულებრივი დრონის დეკორაცია შექმნა, რომელიც 4 პროპელერითაა აღჭურვილი და შემდეგ კი მან დრონის მოძრაობა ისე დაიწყო, როგორც უნდოდა. თავად მართვის პულტში არანაირი საშუალება არ არის იმისთვის, რომ მისი ეს დრონი მართოს. პულტში დაგხვდებათ კონტაქტები და რაიმე პრიმიტიული მიკროსქემა. თუ კი თქვენ იაფფასიან დრონს შეიძენთ, ის 1 საათზე მეტს ვერ იფრენს და შემდეგ ელემენტები დატენვას მოითხოვენ. ხოლო თუ ძვირადღირებული დრონი გაქვთ, მას საათობით შეუძლია იფრინოს, მაგრამ ერთიც და მეორეც ჩვეულებრივი მატრიცის უფუნქციო რეკვიზიტებია, დეკორაცია და იგივე თამაშის სკინი. ეს დრონები დახატულებია, ელემენტები კი იმიტაციას წარმოადგენენ. იქ უბრალოდ ჩამოკიდებულია. დრონს მატრიცა ამოძრავებს, დრონის მფლობელებს კი ჰგონიათ, რომ ელემენტებში გარკვეული რთული შემადგენლობის ნივთიერებაა მოთავსებული, რომელიც ელექტროობას გამოყოფს, მაგრამ სინამდვილეში ელემენტიც დეკორაციას წარმოადგენს. იმისათვის, რომ პროპელერებმა იბზრიალონ, რაიმე მექანიკური საშუალებაა საჭირო.